51-დან 51, ასეთია ზესტაფონელი ტყუპი ძმების გიორგი და დათო ბარბაქაძეების შედეგი მათემატიკაში. ძმები მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები არიან. აღსანიშნავია, რომ დავითს ასევე უმაღლესი 60 ქულიანი შეფასება აქვს ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც. ამბობენ, რომ მათი მაქსიმალური შედეგი დაუღალავი შრომის, პასუხისმგებლობის, მიზანდასახულობისა და საკუთარი თავის რწმენით მიიღეს. Fonda რომ დაიდო ეს გუშინ შედეგები მოულოდნელი იყო, რადგან თავიდანვე აგვისტოში დებდნენ ხოლმე შედეგებს. რო დავწერე ეს გამოცდა, მაშინვე ვიცოდი, რომ ეს შეცდომები არ მქონდა. ახლა შენ გაიგე. პირველად რომ ნახე ეს შედეგები, ძალიან აღელვებული ვიყავი, ძალიან გამიხარდა. პირველ რიგში იმიტომ რომ ჩემი შრომა შესაბამისი შედეგებით დაფასდა ჩემი მასწავლებლების სახელები და მიხარია ვასახელე. ესენი არიან ქართულის მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძე, ქართულში ავიღე 60 ქულა უმაღლესი შეფასება და შემიძლია ვთქვა რომ ნანა ჩიტორელიძის გარეშე მე ვერ მოახერხებდი 60 ქულის აღებას ქართულში და მან განუსაზღვრელი წვლილი შეიტანა ასეთი შედეგის მიღწევისთვის და ასევე შემიძლია ვასახელო კობა კობერიძეც. ეს არის ჩემი მათემატიკის მასწავლებელი, რომელმაც გამოწვევად ადვილ მისაღწევ გამოწვევად აქცია მათემატიკაში 51 ქულის მიღება, შესაბამისი მიზნებიც დამისახა და ერთგვარად ძალიან სასურველი გახადა მათემატიკაში 51 ქულის მიღება. და ამან მაიძულა რომ შესაბამისად მეშრომა და მიმეღო მათემატიკაში ასეთი მაღალი შედეგი. მიგვეღო. ესე იგი მე 51 მივიღე მათემატიკაში, რა თქმა უნდა ეს მასწავლებლის დამსახურება და ასევე მეორე სკოლის, რომელმაც ასე ვთქვათ, საბაზისო ცოდნა მომცა მათემატიკაში და ასევე ყველა სხვა საგანში და ამიტომ მადლობას ვუხდი მეორე სკოლის რეპეტიტორებს და მასწავლებლებს. თულია მათემატიკაში უმაღლესი ქულის მიღება და რა ვიცი, ზესტაფონში ჯერ არ გამიგია ასეთ შედეგი. მაგრამ არის ხოლმე სხვა ქალაქებში, ხდება ხოლმე პოსტები, რომ მიიღო უმაღლესი ქულა და ულოცა მათ. რთული იყო, თქვა. ნუ ახლა წინა გამოცდებთან შედარებით ცოტა რთული იყო, იმიტომ რომ მოვიდა ცოტა სხვანაირი საკითხები. მაგრამ არაფერი არ ყოფილა ესეთი, რაც თქვათ პროგრამაში არ ეწერა. თქვენ ერთ და იგივე დღეს გახვედით გამოცდაზე თუ ეს როგორ? კი, ერთ და იგივე დღეს გავედით, თორემ სხვადასხვა ვარიანტი ვიყავით. ეს იყო პირველი ვარიანტი და მე მეორე ვარიანტი ძირითადად ასე იყო. ლით და შუა დღეს ეს იყო 8 საათზე და მე შევდიოდი 2 საათზე. ასე ველოდებით ინგლისურიდანაც უმაღლეს შედეგებს. ჩვენ ვზადებოდით შორენა მარაქველიძესთან, ეს არის გამოჩენილი რეპეტიტორი იმაში ზესტაფონში და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ველოდები უმაღლეს 70 ქულას და იმედია ეს იქნება და მოგცემს ღმერთი ამის წარმატებას და შესაძლებლობასაც. ასევე შემიძლია დავასახელო ილია ბარბაქაძე, ისტორიის რეპეტიტორი, რომელთანაც 58 ქულა ავიღე 60-დან. ასეთი დიდი შედეგიც მივაღწია. და მე მივიღე 57 ქულა ისტორიაში 60. ჭირდებოდა თუ? ნუ არ ჭირდებოდა, მაგრამ ქართველმა კაცმა ისტორია რატო არ უნდა იცოდეს? თან საქართველოს ისტორია უნდა იცოდე წყალივით, ხო? და სიმართლე გითხრათ, მაგალითად ქართულის თემის წერაში ძალიან გამომადგა ეს ისტორიული პარალელები და საერთოდ ცოდნა. საზოგადოებაშიც გამოგაჩენს ისტორიის ცოდნა, რომ საგჭირდებოდეს შესაბამის ფაკულტეტზე ჩასაბარება. მე მიყვარდა ბავშვობიდან ელექტროინჟინერია და მინდა რომ თავისუფალ უნივერსიტეტში მოხდე ელექტროინჟინერიაზე და წესით მოხდები ჩემი ქულებით. ამაში დარწმუნებული ვარ. მეც მინდა იმავე უნივერსიტეტში ოღონ კომპიუტერულ მეცნიერებაზე, რადგან პატარაობიდანვე მიყვარდა პროგრამირება და ასეთი რაღაცები და 11 წლიდან დავიწყე პროგრამების წერა და კოდირება. ეს ელექტრონულ ურთიერთობაში ტყუპებო როგორი იყო რომ გარჩევდნენ ერთმანეთს? ნუ რა თქმა უნდა თავიდან ვერ გვარჩევდნენ, მაგრამ ახლა ამდენი დროის გატარება მაინც თავისაშება და მე უკვე გვარჩევდნენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, სახელებით არ მოგმართავდნენ და ტყუპიო ასე გვეძახდნენ. ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება აქვს ასევე ტყუპების თანაკლასელს ელენე გიორგაძეს. ქართულ ენასა და ლიტერატურაში ავიღე უმაღლესი შეფასება 60-დან 60. ნამდვილად ველოდი მაღალ შედეგს, იმიტომ რომ მე და ჩემი მასწავლებელი ქალბატონი ნანა ჩიტორელიძე 2 წლის განმავლობაში დაუღალავად ვშრომობდით იმისთვის, რომ უმაღლესი შედეგისთვის მიგვეღწია და როდესაც დადგა გუშინ პასუხების ნახვის დრო, თავისებურად ამნერვიულდი, თუმცა რომ დავინახე 60 ქულა არ გამკურვებია, გამეხარდა ძალიან. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხვალო ჩემს დანარჩენ მასწავლებლებს, ინგლისურის მასწავლებლებს ქალბატონ მარი ფორჩხიძეს,
ქართულის მასწავლებლებს დანარჩი ტორიძეს და ასევე ისტორიის მასწავლებლებს ბატონ ილია ბარბაქაძეს, რადგანაც მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს წარმატებაში, მაღალქულებს ველოდების სხვა დანარჩენ საგნებშიც, ასევე მინდა დიდი მადლობა გადავხადოთ მეორე საჯარო სკოლას, მის კოლექტივს, რადგანაც მათ ასე ვთქვათ დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს შემზადებაში, მაღალი შედეგებისთვის, ასევე წარმატებაში. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ჩემს მშობლებს თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის და ყველას, ვისაც ჩემი სჯეროდა ამ წლების განმავლობაში. ჩემი აზრით, ყველა მომავალმა აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა და უნდა დაისახოს მიზანი, რომლის შესრულებისთვისაც ყველაფერი უნდა გააკეთოს და ჰქონდეს საკუთარი თავდაჯერებულობა, ასე რომ ვთქვათ, და არასდროს არ უნდა შეეპაროს ეჭვი თავის შესაძლებლობებში. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის მიხედვით ახალი სასწავლო წლიდან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უფასო იქნება.